მოგესალმებით, ვინც არ მიცემთ გაგიცნობით, მე ვარ კატო. იყო ესეთი თხოვნა, ვისაც არ ყავს პარტნიორი და არც არავის ველოდებით წარსულიდანო, შემოვა თუ არა ახალი პარტნიორიო და ვნახოთ, შემოვა თუ არა ახალი პარტნიორი. ეს გვეტყვის ტარო. შემოვა თუ არა ახალი პარტნიორი, უახლოეს პერიოდში დრო თქვენ თვითონ განსაზღვრეთ 1 თვე, 3 თვე შემოვა თუ არა. იცით როგორი სიტუაცია? თითქოს აქ მე ესე ვიტყოდი, რომ პარტნიორების, ანუ დაინტერესებული ადამიანების ნაკალოვანება ნამდვილად არ უნდა გქონდეთ, მაგრამ თითქოს თქვენ თვითონაც არ აძლევთ რაღაცა, ანუ უბრალოდ არ მოგწონთ, ან უბრალოდ არ არის თქვენი შესაფერისი ადამიანები. თქვათ როგორიც თქვენ მოგწონთ ან ვიზუალზე, ან ვიცი, ხასიათით ან რაღაცა მსგავსი მომენტებით. აქ თითქოს როგორი მომენტია, იცით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც არავის არ ელოდებით და არც არავის არ იბრუნებს წარსულიდან და პირიქით გინდათ რომ რაღაც ახალი შემოვიდეს, მე ესე ვიტყოდი, რომ აქ თითქოს არ გაქვთ გაშვებული რაღაცა ისეთი, ანუ განთავისუფლებული ენერგიები არ გაქვთ, რითაც შესაძლებელია რომ ადამიანმა მიიღოს ესეთი შემოსვლა, ხო? ესე ვიტყოდი, რომ იმისთვის, რომ თქვენს ურთიერთობაში პარტნიორი შემოვიდეს, ძალიან საჭირო არის თქვენი ენერგიების გამოთავისუფლება, ხო? ანუ უბრალოდ გამოანთავისუფლოთ თქვენში ის ემოციები, აღძრათ ის მომენტი, ნახეთ, ის ქალურობა, შეიძლება აქ როგორი მომენტიც იყოს, იცით კიდე, რომ იმდენად ბევრი პასუხისმგებლობა გქონდეთ აღებული თქვენს თავზე, და არის ხოლმე, რომ მამაკაცურ ენერგიებში გადადის, ხო, ქალბატონი, როდესაც ძალიან ბევრი ვალდებულებები აქვს აღებული. შესაბამისად, უკვე მამაკაცები ხვდებიან, რომ ეს ადამიანი, არ არის, შეიძლება ითქვას, მზად, ხო, ყველას მოსწონს რაღაც ესეთი ფარფატა, ესეთი ძლიერი ქალის მდგომარეობა, ძალიან რთულია. ნახეთ, ის მომენტიც, რომ როდესაც ადამიანი უყურებს, რომ ქალბატონი არის ძლიერი, მას შეუძლია რაღაცა პასუხისმგებლობების აღება, მას შეუძლია რაღაცნაირად თავადაც გაართვას თავი ბევრ რამეს, ხო, მამაკაცებს აქვთ ესეთი მომენტი, რომ ფუნქცია არ აქვს თითქოს თქვენთან. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ეს მომენტიც იყოს, რომ უბრალოდ აქ თქვენ გქონდეთ იმდენად ეს ენერგეტიკა ჩაკეტილი და ეს ენერგეტიკა არაქალურობის, არამედ უფრო ესეთი ძლიერი, უფრო რაღაცა მამაკაცური ენერგიები, რომ მამაკაცისთვის ეს ცოტა მიუღებელია. თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ თქვენ არ ყავთ გარშემო ესეთი ადამიანები, ვისაც არ აინტერესებთ. აინტერესებთ, ძალიან საკმაოდ შეიძლება ბევრ ადამიანსაც აინტერესებდეთ, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, აი აქ თითქოს კიდევ ერთი მომენტია, რომ აი თქვენ ზუსტად არ ხართ ჩამოყალიბებული ერთის მხრივ, როგორი პარტნიორიც გჭირდებათ, ხომ? აი ნახეთ როგორი მომენტია, ხანდახან შეიძლება ფიქრობდეთ, რომ კი მინდა ურთიერთობა, რაღაცა ეს, მაგრამ როგორც კი დაინახავთ, რომ ერთი საკითხი მაინც რაღაცა პატარა პრობლემას შექმნის მამაკაცი, აი მაშინვე თქვათ გაქვთ ის მომენტი, რომ ეს ადამიანი თქვენ არ გამოგადგებათ, ხო? აი, ანუ არ გამოგადგებათ ცოტა ცუდი ნათქვამია, მაგრამ ნახეთ, აი უბრალოდ ის ვერ შეძლებს, რომ თქვენზე ძლიერი იყოს და ამიტომ რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ მე უბრალოდ რაღაცა დისტანცირება დაიწყოთ. შემოვა ახალი პარტნიორი. თუ თქვენ გაუღებთ კარებს, თუ თქვენ გაუღებთ გავუხსნით გზას ადამიანს,
შემოვა, მაგრამ ხო გეუბნებით, აქ არის ეს მომენტი ზუსტად, რომ რატომ აი ნახეთ თქვენს ცხოვრებაში არის შანსი იმის, რომ შემოვიდეს ადამიანი, შემოვიდეს ძალიან ცეთი ემოციებით, რაღაცა კარგადაც დაალაგდეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ თვითონ თქვენ არ აძლევთ რაღაცნაირად შემოსვლის საშუალებას პარტნიორს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ ადამიანს უყურებდეთ ერთის მხრივ კიდე რაღაც გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ კიდევ იგივე მტკივნეული პერიოდი არ გაიაროთ და ცოტა შიშის მომენტიც გქონდეთ, ხო? მეორე მომენტი არის ის, რომ როდესაც ძლიერი ხართ და თქვათ ადამიანი რაღაცაზე ისეთ მარტივ რაღაცაზე იტყვის, რომ ანუ მე არ შემიძლია ამის გაკეთება, მაშინ ვეიბლოკება იქიდან გამომდინარე, რომ მე თუ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, შენ რატო არ შეგიძლია ეს კონკრეტული რაღაც გააკეთო? და ანუ თქვენ თვითონვე უქმნით ბარიერებს რაღაცა მომენტში და პლუს მაგას ნახეთ, თითქოს სამყაროც ხედავს იმას, რომ ჯერ არ ხართ იმისთვის მზად, აი არ გაქვთ ჩამოყალიბებული იმ ურთიერთობაში რა გჭირდებათ, ხო? აი არ გაქვთ განსაზღვრული როგორი ადამიანი გჭირდებათ. ანუ თქვენს გვერდზე მყოფი ადამიანი, ვინც უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს, ხო? აი რაღაცა თქვათ, ვიღაცას აქვს, რომ აი ვიზუალის აქცევს ყურადღება, ვიღაცა ხასიათს აქცევს ყურადღებას, ვიღაცა მატერიალურს აქცევს ყურადღებას. აი თან თითქოს აი რაღაცა ეს მომენტიც არის. და პლუს მაგას აი ნახეთ, არის ხოლმე ხა TikTok გვერდზე არ არის იმდენი ვიდეოები, მაგრამ YouTube-ზე ხშირად ვამბობ ხოლმე, YouTube გვერდიც არსებობს და შეგიძლიათ იქ ნახოთ დიდი გაშლები. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ იცით რა არის ხანდახან ის მომენტი, როდესაც ადამიანს უბრალოდ ჩაკეტილი აქვს რაღაცა დიდი ხნის განმავლობაში არ ყავდა პარტნიორი, არ ქონდა ურთიერთობები, რაღაც იყო ორიენტირებული სულ კარიერაზე, სულ რაღაცა განვითარებაზე, სწავლაზე და ასე შემდეგ და თითქოს სამყარომ ჩათვალა, რომ მოდი ეს ენერგია ამ ადამიანს არ სჭირდება და მოდით საერთოდ დავაკონსერვოთ ეს ენერგია, ხო? მე უკვე რომ მივხვდებით, რომ ყველაფერი დავალაგეთ და ყველაფერი კარგად აგვაქვს უკვე, ანუ კარიერულადაც, ფინანსურადაც უკვე გვიჩნდება, რომ გვინდა პარტნიორიც, ხო? იმიტომ რომ რისთვის გვინდა, ხო? ეს ყველაფერი თუ რაღაცა ერთმანეთ ვიღაცასთან არ გავცვალეთ, ხო? ჩვენი ემოციები. და აი ამ ემოციებს ჭირდება გახსნა, ხო? ამ ემოციებს ჭირდება რაღაცა შეიძლება რაღაც მომენტში გამოთხოვა სამყაროსგან ენერგიების, რომ თქვენს გარშემო მოვიდეს ის ქალური ენერგია, ის რაღაცა ენერგია, რომელიც მამაკაცს იზიდავს, ხო, რაღაც რომელიც პარტნიორს მოიზიდავს თქვენთან მიმართებაში. აი ეს სიტუაცია. მე ვერ გეტყვით, რომ არ არის შანსები, რომ აქ ვინმე არ იყოს და კიდევაც არსებობენ ადამიანები, უბრალოდ შეიძლება თქვენ იმათ არც კი ამჩნევთ და არც კი აქცევთ ყურადღებას, ასე რომ შემოვა თუ არა პარტნიორი თქვენს ურთიერთობაზე, ეს არის თქვენზეც დამოკიდებული და აი იმ ენერგიებზე, რომელსაც თქვენ აფრქვევთ, ხო, რომელსაც თქვენ უნდა გახსნათ თქვენი კარები იმისთვის, რომ შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი ურთიერთობაში. აი ესეთი გამოვიდა, შემოვა თუ არა პარტნიორი თქვენთან, მე ბედნიერებას გისურვებთ და დროებით.